უკვე ცნობილია ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობაც ახალი მოწვევის საკრებულოს ასლან კახიძე უხელმძღვანელებს. Დეპუტატებმა ისფარული კენჭისყრით აირჩიეს 17-6-ის წინააღმდეგ, ასე გადანაწილდა დეპუტატების მხარდაჭერა. ბოლო 3 ხმა გაბათილდა. ასრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თავმჯდომარის მოადგილის საკითხმა, რის გამოც დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხი ამოიღეს. რაც შეეხება მანდატებს, ისინი შემდეგნაირად გადანაწილდა. 26 წევრიან საკრებულოში 18 მანდატი ქართულ ოცნებას, 4 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 3 ერთიანი ოპოზიცია ბურჯანაძის ბლოკს, ხოლო 1 პატრიოტთა ალიანს ერგო. მუნიციპალური საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიულია, სულ 11 მაჟორიტარი და პროპორციული სიით გასული 15 დეპუტატი იმუშავებენ. ალბათ, იმიტომ რომ ყველაფერი ცხოვრება ალბათობით, თითქმის თეორიას არ იგამოდის. ცხოვრება გრძელდება, ახალგაზრდაობა მოდის, ასე რომ პოლიტიკაში უნდა შემოდიოდნენ ახალგაზრდები, ღირსეულები და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ რეალურად ვისგან ვერ მიიღებთ მხარდაჭერა? იყო კოალიციაში ამაზე ასეთი სხვადასხვაობა? ახლა ასე თემებზე საუბარი ცოტა რთულია. იმიტომ რომ მაინც კოალიციის ფორმატია. ყველგან ახლა რა მონოპოლია ხო არ არის, ყველგან ქართული ოცნების წარმომადგენელი იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. საკითხი გადაწყდა პოლიტსაბჭოზე კოალიციის, რომელიც არის განთავსებული თბილისში. იქ იყო გადაწყვეტილება მიღებული, ეს გადაწყვეტილებები ემსახურება იმ პრინციპს, რომ კოალიციაში არის თანასწორი და თანაბარი უფლებები და ყველა პოლიტიკურ ძალას ეძლევა შესაძლებლობები სხვადასხვა რაიონებში. გადაწყვეტილება ალბათ მიღებული იყო, მე ახლა ცოტა მიჭერს და ცოტა უხერხულიც არის საუბარი ჩემს მასთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ ალბათ ღირსეული კანდიდატად ჩათვალენ და მიიღენ ეს გადაწყვეტილება. არა, ეს თბილისია, ნუ გაქვთ ისეთი გი, განსწავრო ეს თბილისიდან რატო ხდება, ძალიან მარტივად გეტყვით, ეგ არის პოლიტიკური პროცესი.